კახეთის მთავარ მოვლენას გურჯაანის ღვინის ფესტივალს, რომელსაც 9 წლიანი ისტორია აქვს მეღვინეობის ქალაქმა მასშტაბურად უმასპინძლა. წელს ფესტივალმა 546 მეღვინე და მეწარმე გააერთიანა და 50,000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრადტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებული ღვინის და სხვა სასმელები. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული მრავალფეროვან ღვინოებთან ერთად ავთენტური კერძების დაეგემოვნებინათ. ეკაც სკარაშვილი, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი და დავით ვარდიაშვილი, ვარდიაშვილების საოჯახო მეურნეობის წარმომადგენელი არიან ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები. მოგესალმებით. მე სრულიად შეგნებულად ვქვი, რომ კახეთის მთავარი ფესტივალია თქო და ნამდვილად ასეა. ყოველ შემთხვევაში ამ წლების განმავლობაში მე მახსოვს პირველად როდესაც ჩატარდა გურჯაანის ფესტივალი, მაშინ ცოტა სკეპტიკურადაც ვიყავით განწყობილები, რამდენად რეალურად ტრადიციად იქცეოდა. დღეს რადიკალურად სხვა სურათი გვაქვს და წლიდან წლამდე ნამდვილად იზრდება იმ ვიზიტორთა რაოდენობა, გარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ამ ფესტივალში იღებენ მონაწილეობას და დავუშვით ვიზიტორები საკმაოდ და წლის ის პერიოდი ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი სპეციალურად ჩამოდის ხოლმე გურჯაანში, ჩადის გურჯაანში სწორედ აი ამ ღონისძიებისთვის. თქვენი გადმოსახედიდან წლევანდელი ფესტივალი როგორი იყო, რით იყო გამორჩეული, რა მთავარი მიგნებები იყო წლევანდელ ფესტივალს და მე რადგან ერთ-ერთი მონაწილეც გყავს, აუცილებლად ვიკითხავ უკვე კონკრეტულად თავად ამ კომპანიებისთვის რამდენად რეალურად ხელისშემწყობია და მე აუცილებლად მინდა ასევე ყურადღება გავამახვილოთ ამ ფესტივალის როგორც ტურისტული პროდუქტის მნიშვნელობას. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე ვიტყოდი, რომ ფესტივალმა ჩაიარა მრავალხმიანად, როგორც ჩვენი კონცეფცია წლევანდელი გვეუბნება, რომ ჩვენი ღვინოები, ქართული ღვინოები არის მრავალხმიანი. ვფიქრობ, რომ დანარჩენ წლებთან შედარებით წელს ფესტივალი განსაკუთრებულად ხალხმრავალი იყო, როგორც სტუმრების მხრივ, ასევე მონაწილეების მხრივაც. ფიზიკურად უკვე ტერიტორიაზეც გვიჭირს მონაწილეთა განთავსება, მოთხოვნა იმდენად დიდია და ყოველწლიურად მზარდი. ჩვენ, რაც შეეხება საორგანიზაციო გუნდს, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ფესტივალი გავხადოთ მეტად თავშესაქცევი, მეტად შემეცნებითი და ჩვენი მთავარი მონაწილეების, მეღვინეებისთვის განსაკუთრებული ადგილი იმისთვის, რომ გაცვალონ, ვთქვათ, კონტაქტები, დამყარონ ბიზნეს კონტაქტები ჰქონდეთ და დამყარონ შეხვედრები თვითონ უშუალოდ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ მოვიწვიოთ სტუმრები, რომლებიც უშუალოდ ამ სექტორში არიან ჩართული და ვთქვათ, გააქვთ ქართული ღვინო ქვეყნის გარეთ. ფესტივალის ტერიტორიაზე მრავალი სივრცე იყო შექმნილი, რომელიც სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული. წელს რაც განსხვავებული ჰქონდა, იყო რომ ყავდა მოწვეული ცნობილი ღვინის მაგისტრი ლისა პეროტი-ბრაუნი, რომელმაც მასტერ-კლასიც გამართა ფესტივალზე, რაც ვფიქრობ, რომ მეღვინეებისთვის განსაკუთრებული საინტერესო იყო და ვფიქრობ, რომ ბევრი სიახლე გაიგეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამერიკის ბაზარზე შევიდეს ქართული ღვინო. ჩვენი მხრივ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას და თითოეული ნაბიჯი, რაც იქნება წლიდან წლამდე ფესტივალის დაგეგმვის პროცესში, ვცდილობთ, რომ მოვარგოთ მეღვინეებს და არა მხოლოდ მეწარმეებსაც, რომლებიც თქვათ იღებენ კიდევ მონაწილეობას. ფესტივალი სანამ დაიწყებოდა და ყავდა თქვენი წარმომადგენელი, მაშინაც ვიკითხე და ეხაც კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ მაყურებელს, რა პრინციპით ირჩევიან ის კომპანიები, რომლებიც მიიღებენ ფესტივალში მონაწილეობას და მე უკვე ვიკითხავ თავად მონაწილისგან როგორია მის შესაძლებლობები, იმიტომ რომ ამას აქვს ძალიან მნიშვნელობა, რომ კომპანიებს ჰქონდეთ მაქსიმალური წარმოდგენა, რომ დაუშვათ წელს თუ არა მომავალ წელს სწორედ მათ მიიღონ მონაწილეობა, რომ რეალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, იქ სომელიესთან ურთიერთობა იქნება თუ დაუშვათ მთლიანობაში 50,000 ვიზიტორი ძალიან დიდი რაოდენობა და თუნდაც აქედან ძალიან მცირე რაოდენობასაც რო დაეგემოვნებინა რომელიმე ერთი კონკრეტული კომპანიის პროდუქტი, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელი შეიძლება მიეღო დაუშვათ ამ თუ იმ კომპანიას თან მით უმეტეს მცირე და საშუალო ბიზნესი იღებს რეალურად მარნები იღებენ რეალურად მონაწილეობას, ხო? ამიტომ საინტერესოა პრინციპი, რის მიხედვით ირჩევთ კომპანიას. სწორედ აღნიშნეთ, დიდი რაოდენობა მეღვინეების მცირე და საშუალოა, თუმცა არიან მსხვილი წარმოებლებიც.
წარმოადგენლები. შერჩევას რაც შეეხება, ვცდილობთ რომ მეღვინეებთან მიმართებით მაქსიმალურად მივცეთ შესაძლებლობა რომ ფესტივალზე იყვნენ წარმოადგენლები და ვცდილობთ რომ ეს რაოდენობა რომელიც თქვათ ჩვენ შეგვიძლია მაქსიმუმი დავუშვათ ტერიტორიაზე ამაში შეზღუდვა არ გავაკეთოთ და თქვათ დამწყები მეღვინეა თუ უკვე კარგად გამოცდილი და მით უმეტეს ჩვენს ფესტივალზე ანუ 2017-დან დღემდე ვინც იღებს მონაწილეობას, სულ წინასწარ გვიკავშირდებიან ხოლმე, რომ ხომ ნამდვილად მოახერხებს გამოსვლას ფესტივალზე. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ყველა მეღვინისთვის გამოვყოთ ადგილი ფესტივალზე. უკვე შემდეგ გადავდივართ მეწარმეებზე, რომლებიც არიან ძირითადად ხელნაკეთი ნივთებს, ვინც არ წარმოებს და იქ ვცდილობთ, რომ თუ რაოდენობრივად უკვე ვიზღუდებით და ტერიტორიაზე ვეღარ ვატევთ ამ რაოდენობას, კი, უკვე ვცდილობთ, რომ აი ამ მიმართულებით გავაკეთოთ უკვე რაღაც გარკვეული ფილტრი. დავით, თვითონ თქვენთვის რამდენად შედეგიანია სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, თუნდაც გურჯაანის ფესტივალზე, ზოგადად ამ ტიპის ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, რამე კონკრეტულად შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ დავუშვათ უფრო მეტ ადამიანს გააცანით საკუთარი პროდუქცია ამ ფესტივალის შემდეგ? კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. როდესაც მე ამ თემაზე ვსაუბრობ, აუცილებლად ვახსენებ ხოლმე ქვეყნის განმოსახედიდან ეკონომიკური თვალსაზრისით მსგავსი ფესტივალების და განსაკუთრებით კი გურჯაანის ღვინის ფესტივალის მნიშვნელობას. რას გულისხმობ ხა ამაში? რეალურად მეღვინეობა და მევენახეობა დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. ქართულ მთლიან შიდა პროდუქტში მოგეხსენებათ, რომ ეს მიმართულება საკმაოდ დიდ პორციას ავსებს. ნუ წელს მაგალითად ამ რთვილის პერიოდში თუ კახეთში მოგიხდათ ყოფნა, ნახავდით რა მხოლოდ მასშტაბზეა საუბარი. თუმცა ნებისმიერ მიმართულებას, ახლა რაზე დგას ხო ეკონომიკა? ეკონომიკას ძირითადად ავსებს ბიზნესი. ჩვენ რომ შევხედოთ ამ მიმართულებას ბიზნესურად და რა თქმა უნდა ესეც არის, იმიტომ რომ კახეთში არის უამრავი ღვინის კომპანია, არის ძალიან ბევრი ფერმერი, ნებისმიერ მიმართულებას, განსაკუთრებით კი ამ მიმართულებას ჭირდება მუდმივი ზრუნვა იმისთვის, რომ ხარისხი გაიზარდოს, სტაბილურობა იყოს და არ მივცეთ სფეროს ბიზნეს საშუალება რეცესიის. ამ შემთხვევაში მე თუ მკითხავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ აღნიშნულ სტაბილურობა მუდმივი განვითარების არის ჯანსაღი და ძლიერი კონკურენცია. ეხლა როგორ შეიძლება შევქნათ ხო ეს ბიზნესში მსგავსი ჯანსაღი კონკურენცია? ამის ერთ-ერთი წყარო ის არის, რომ გაიზარდოს მეწარმეების რაოდენობა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ სფეროში, როდესაც ჩვენ გვყავს 1-2 მეწარმე, თავისუფლად შესაძლებელია, რომ გარკვეული რისკები წარმოიშვას. კახეთში და არა მარტო კახეთში, მთელ საქართველოში ზოგადად ამ კონკურენციის გაზის, ჯანსაღი კონკურენციის გაზის ერთ-ერთი წყარო არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი მცირე მეწარმე წარმოიშვას, რომელიც დაიწყებს საკუთარი მოყვანილი ყურძნის გადამუშავებას და ღვინის წარმოებას. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არ არის რთული, მაგრამ რთულია გაყიდვები, რთულია მარკეტინგში ჩართვა, რადგან ეს ყველაფერი დაკავშირებულია ძალიან დიდ ფინანსებთან და ცოდნასთან. ზუსტად აღნიშნული ფესტივალები და კონკურსები არის ის საშუალება, რომელიც გვაქვს ჩვენ მცირე მეწარმეებს იმისთვის, რომ გავაკეთოთ ჩვენს ოჯახებში, ჩვენს მცირე საწარმოებში დამზადებული პროდუქციის მარკეტინგი, PR-ი და გავყიდოთ ეს პროდუქტები. თქვა, რომ წლევანდელ ფესტივალზე რამდენად ბევრმა ადამიანმა დააგემონა თქვენი პროდუქცია? წლევანდელ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იყო სტუმრების უპრეცედენტო რაოდენობა, მსგავსი რაოდენობა არ ყოფილა არც წინა წლებში გურჯაანის ღვინის ფესტივალზე და არც სხვა ფესტივალზე, სადაც კი ოდესმე ყოფილვართ. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო წლევანდელი სიახლე, რაც გურჯაანის ღვინის ფესტივალში იყო. ზოგადად ახლა მოგეხსენებათ, რომ ფესტივალს აქვს ბევრი დანიშნულება, ხო? ეს შეიძლება იყოს პირდაპირ direct marketing უკაცრავად ამ ჟარგონისთვის, შეიძლება იყოს ეს უბრალოდ კონტაქტების დაგროვება, კომუნიკაცია სხვა მეღვინეებთან, პოტენციურ მომხმარებლებთან და ასე შემდეგ. თუმცა ნახეთ, როდესაც მეწარმე მიდის ფესტივალზე, ამ სხვადასხვა ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშად რაც ჩანს ხოლმე, ეს არის პირდაპირ მოძიება სამომავლო პარტნიორების. ამ კუთხით ზოგადად ხანდახან ფესტივალებზე არის ხოლმე პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც ძალიან ბევრი ადამიანია, როდესაც ხმაურია, ცოტა რთულია ხოლმე კომუნიკაცია მომავალ ბიზნეს პარტნიორებთან. წელს საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოიყო ცალკე სივრცე გურჯაანის ღვინის ფესტივალის ტერიტორიაზე, პრემიალ სივრცე იყო, სადაც განთავსებული იყო შედარებით მცირე რაოდენობა ღვინის კომპანიების და იმ სივრცეში ძირითადად შედიოდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც
კონკრეტულად აინტერესებდათ ღვინო, არ იყვნენ მხოლოდ თქვათ გასართობად და ამ შემდეგ ეს ხო ძალიან კარგი განაცხადია და ახლა სიამოვნებით გისმენდით და ბევრ ასეთ მეღვინეს და მეწარმეს გისურვებთ გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, იმიტომ რომ ბუნებრივია რომ გარდა ზოგადად ფესტივალის მნიშვნელობისა ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ ადამიანებისთვის და უკავშირი მიიღოთ და შესაბამისად ეს არის ბიზნესის განასით უკავშირს, როდესაც ხედავთ დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი სტიმული გაქვთ განვითარების პერსპექტივა სამწუხაროდ ჩვენი საერთო დროთან დანიწურება და მე ვატყობ რომ დაუსრულებლად შეგვიძლია ჩვენს ამ თემაზე ლაპარაკი, თუმცა ჩვენი საუბრის ბოლოს მაინც მინდა გითხოთ განვითარების პერსპექტივა როგორი გესახებათ გურჯაანის ფესტივალის, იმიტომ რომ რაოდენობრივადაც მომავალ წელს ალბათ შეიძლება უფრო მეტი იყოს ტერიტორიულად რამდენად მოახერხებ და ის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რომ აი ამ ხმაურის მიღმაც კერძო სექტორს ქონდეს შესაძლებლობა რომ ისაუბრონ და უშუალოდ დაამყარონ ერთმანეთთან კონტაქტები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მარნებს ეხებათ ეს. მათ შორის არა მხოლოდ მარნებს, არამედ იმ ხელნაკეთი ბიზნესის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი რამ იყიდება, დაუშვათ გარდა ღვინის პროდუქციისა და მისი დეგუსტაციაც ხდება, ანუ მისი წარმოდგენაც ხდება. უკავშირზე რადგან ვისაუბრეთ, შევეხეთ, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ, როცა ფესტივალი სრულდება, ყოველთვის ვაკეთებთ ამ უკავშირს მეღვინეებთან მეწარ ყველა მონაწილესთან, რომ უფრო სწორი წარმოდგენა შევიქმნათ და გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები თუ რჩევები, რაც იქნება მომავალი წლისთვის. ბოლო ალბათ 2-3 წელია ყველა ერთნაირად გთხოვს რომ ფესტივალი გახდეს რამდენიმე დღიანი და ვფიქრობ რომ მომავალი წლისთვის უკვე ეს ასეც იქნება და ვფიქრობთ რომ ამ რამდენიმე დღეში იქნება სხვადასხვა თემატიკის დატვირთული, რა თქმა უნდა მეღვინეების გარშემო, მეღვინეობის გარშემო, იქნებიან ასევე რა თქმა უნდა სტუმრები, საერთაშორისო სტუმრები იქნებიან მოწვეული ჩვენი ღვინის მაგისტრები ევროპიდან და ამერიკიდან და ვფიქრობ რომ ეს უფრო მეტ საშუალებას მისცემს მათ რომ უშუალოდ პირისპირ კონდეთ შეხება ამ ხალხთან ღვინის სექტორში ვინც ოპერირებს ასე ვთქვათ და უშუალოდ დაამყარონ უფრო ისეთი სიღრმისეული კონტაქტები იმისთვის რომ განავითარონ თავისი პროდუქტი. ამ წელს დაუშვათ ტურისტების რაოდენობა თუ იყო მრავლად და ამ პროდუქტს როგორც ტურისტულ პროდუქტს თუ განიხილავთ და თუ ხედავთ მის პოტენციალს. კი, რა თქმა უნდა, ესეც მიგვანიშნებს, რომ ადრე თუ ჩვენ თვითონ საორგანიზაციო გუნდი უკავშირდებოდით ტურისტულ კომპანიებს და ვთხოვდით რომ დიახ ფესტივალი თქვათ კალენდარში ჩაესვათ, ახლა თვითონ გვიკავშირდებიან და თვითონ აზუსტებენ დეტალებს უკვე ფესტივალის შესახებ. ეს რა თქმა უნდა ჩვენ გვახარებს და თან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვმატებს რომ ამდენ ადამიანს ვუმასპინძლოთ შესაბამისად და ყველა ის სურვილი ჰქონდეთ დაკმაყოფილებული ტერიტორიაზე, იქნება კვების მიმართულება თუ იქნება ღვინის მიმართულება. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის და წარმატებებს გისურვებთ და გისურვებთ ბევრ კარგ ასეთ მეღვინეს პირდაპირ მნიშვნელობით და მეწარმეს, რომელიც მიიღებს თქვენთან მონაწილეობას და თქვენ გისურვებთ რაც შეიძლება ბევრი პროდუქცია გაგიტანოთ ექსპორტზე და მეტი შემოსავალი მიგიღოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგად გაქვთ ჩამოყალიბებული და კარგად გაქვთ გაცნობიერებული რამხელა მნიშვნელობა აქვს თქვენ სექტორში, მათ შორის თუნდაც კონკურენციას.